იმი ეკაპესიას უსს უკვე ლაივში და ხალხში მივესალმოთ ჩვენს და გავაცნოთ ჩვენი დღევანდელი თემა და სტუმრები და ჩვენი დღევანდელი თემა არის ანი რომელიც კრიმინალი არ არის და ძვირფასი სტუმარი ყავს დღეს ბატონი დავით აქვიბარდია რომელსაც დავიწყებთ ამ თემაზე საუბარს მე სავარაუდოდ სასამართლოსთან არის ეს თემა დაკავშირებული და პოლიტიკური პროცესებით სასამართლოსთან ისე პარლამენტარული არის ცხოვრებისეული მაგალითი აჩვენებს რამხელა პრობლემები გვაქვს ინსტიტუტებში თავარ ინსტიტუტებში რომელიც მოქმედებს ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაზე და აი მოკლედ მინდა რომ ანის მივცე საშუალება რომ კიდევ ერთხელ თავისი პოზიცია და თავისი მოკლე ასე თქვა რაღაცა ისტორია გაგვიმეოროს რომ შეძლოთ შემდგომში დავგეგმოთ რა შეიძლება გავაკეთოთ 27 მარტამდე, როდესაც დაგეგმილია პროცესი ამ 15-16 ადამიანის და შესაძლებელია იმის გამო რომ ჩვენ არ ვაზროვნებთ მთელი ერი არ ვაზროვნებთ და გვაქვს გიჟური კანონები 16 ახალგაზრდა ადამიანი მოხდეს წლების განმავლობაში ციხეში და ვინ იქნება ამაზე პასუხისმგებელი მე ვფიქრობ რომ ეს არის ჩვენი განსაკუთრებული თემა თუ ეს ანგელოზური ბავშვები აღმოჩნდებიან ციხეში მიკროფონთან ჯობია ოზაც ხრაში ჩემმა ერთ-ერთმა მეგობარმა რამდენიმე კაციან ჩატში მესენჯერში ჩააგდო ეკა ბესელიას პირადი ლინკი რომელიც მიუთითებდა საჯარო მისამართს რაღაც ინფორმაციის მნიშვნელობად ისი უბრალოდ მოხვდა მესენჯერში ლინკი არანაირი ვიდეო თავისი მეგაბაიტები ლინკი ხო თუ ვიდეო ოკეი შემიძლია ოკეი კი ბატონო ვიდეო შემდეგ იმ დღეს რაღაც განხილვა რომ მიდიოდა ამ ეკაბესელიას კადრებზე გაუგზავნე სამ მეგობარს ორ დღეში 31-ში დილო რო თენდებოდა 2:30-ზე 6 კრიმპოლის თანამშრომელი დამადგა ლოგინთან გამოღვიძეს ტელეფონი ამაცალეს და წამიყვანეს მოწმის და მეგობრის საუკეთესო რა საათი იყო გასული შენს მე რაღაც გაგზავნილი და პოლიციის მოსვლა არა ერთი დღე ხო კი 1 საათი მკითხავდა გამოძიებელი პროკურატურაში მე რაღაცა უმოქმედოდ ვიჯექით რამდენიმე საათი და მე უცბად ცუდი ამბავი აქვს შენთვის და სულ მავიწყდება ეგ სიტყვა იზოლატორში უნდა გადაგიყვანოთო ну მიშობდნენ იქიდან დღე ნახევარში მაგრამ მოხდა ისე რომ 53 საათი ვიყავი იზოლატორში და მე იყო სასამართლომ გამიშვა 1000 ლარიანი გირაოთი მაგრამ დღესაც ბრალდებული ვარ და 27-ში როგორც ამობელოდები ან ვიბრძვი ისთვის რომ დაუნდისო რომ ბრალდებული კრიმინალი კი არა არაფერი არ ვარ ამ საქმეში აი ეს ისტორია გვაქვს ანისთან რომელიც მარტო ანის არ ეხება რა ეხება რა ამას ვეძახით რომ ლინკის ჩადების ეპოქა იწყება ამ ქვეყანაში ჩადება ნარკოტიკების მარტივად მე რაღაცა იარაღის ჩადება და ეხლა ლინკის ჩადებამდე გაუმარტივეთ სახელმწიფოს რომ ჩვენს ოჯახებში ანუ ფაქტობრივად ყველაზე ინტიმურ ადგილებში შემოვუშვათ ანი სოლიდარული ვარ ვახტანგ მართა მაინტერესებს არ ვიცი ახლა ანი თქვენ მოგიყვათ იმ გამომძიებელმა ერთ საათი რაზე გესაუბრა და თქვენ თვითონ არ უთხარით ან არა უხსენით რომ ეს რაღაცა იდიოტობა იყო იმ დღეს იზოლატორში მიშვებდნენ აი ეს გამომძიებლის შემდეგ არც აგიყვანეს წეგან ესე მოყევით თქვენ ხო გამომძიებელი მელაპარაკებოდა როგორც მეგობარს და რაღაცა ჩვენებას მაწერინებდა ეს სახში ადვოკატის გარეშე იყავი ну ადვოკატზე უარი ვთქვი თავიდან რომ მოწმეო რა შეჭირდება რა ეს მაგენი რეშმაკები არიან გამომძიებლები ისეც და გათქმევინები რას მან და ეგება აი მან არ ვიცი დუმილის უფლება გამოგეყენებინა მე მარტო ბევრი დეტალი მაინტერესებს თავიდან არავინ არ მდებდა თავიდან ხო რაღაცა სპეციალურად აკეთებდი რომ მე კი მაგრამ პირველი შეხება იყო ჩემი და კანონის და სამართლის და გამომძიების 19 წლის ბავშვი პოლიციაში მიიღო ის დღე საშინელება იყო ეთქობა იცი რეაქცია იყო იმ რაღაცა პირადი ცხოვრების სამსახური კადრების გამოფენიდან შოკის მომგვრელი რეაქცია შეეშინდა ხელისუფლებას და ვინმე დავიჭიროთ ბავშვები დაიჭირეს ეს გაუგონარი იდიოტია ეს ხოზელების ხელისუფლება კარგად იცოდა რომ ხელისუფლების მიერ შექმნილი კადრები იყო ასევე კარგად იცოდა რომ ეს კადრები უამრავ ადამიანს ჰქონდა ნანახი
ბატონ დავით, ჭიჭინაძე დეპუტატი რომ არის, ხომ იცით? ვიცნობ. ტელევიზორში მოყვნენ რომ მისმა ძალმა მიიღო აჩვენა თავის რაღაც ნათეს ოჯახის წევრებს და ეს ამბავი პირველად მოყვნენ ტელევიზორში მოვისმინე. ანუ რა გააკეთა ანი ჭიჭინაძის ძალზე უფრო რაღაცა გამძებელება იცი? მეორე დრო ვიყავი თქვენ რომ თხოვეთ სასამართლოს დასვნა. მაშინ ხო ვიყავი პაპუას იმიტიასთან. და მაშინ უთხარი რომ მეთქი ჭიჭინაძის ძალს რატო არ იჭერთ თქო და ეს რაღაცა ირონიული ღიმით მითხრა რომ შეიძლება ეგეც დავიჭიროთო. რა იცი? ურიკინებს ეს მოსამართე მან ანი რა ხდება და ახლა მე დეტალებში ვიცი ეგ ისტორია მე დათოს ველაპარაკე. კანონის მიღების დროს უსმენდა დათო ჭიჭინაძე ამ ამბავს და იქ რა წერია იცი როგორც კი მოგივა ან ვინც არ უნდა იყოს მით დეპუტატი მით როგორც კი ამ ინფორმაციას იღებო გავალდებულებს კანონი რომ ხელისუფლების ორგანოები შეატყობენ ხო ჯერ ხომ გავიგო რა მიიღე ბატონ და ხო და როგორც კი ერთ-ერთი ადამიანი იყო რომელსაც არც კი იცოდა რა ნახა ეს კი მაგრამ ვაი მან დათომ იცოდა კანონმორჩილი ვარო და დაურეკე უთხარია და მოდივარო და ამბავშმა არ იცოდა, ანი ნამდვილად არ იცოდა, რომ ეს დაჟადი ადამიანების წინააღმდეგია. მეგეთი კანონმორჩილი ადამიანები გონია სულელები. ანუ მაგალითად წარმოგიდგენთ თქვენ რომ მე რო ვიღაცამ რო გამოგიგზავნოთ ლინკი და ზოგადად აღმოაჩინოთ რაღაცა და მე ვერ წარმომიდგენია რომ თქვენ პოლიციაში რეკავთ ლინკი მომივიდა მიშველეთ დანაშავე არ აღმოჩნდა ისეთი იდიოტური კანონი მიიღეს აი აკადემი ეს აი ნაცისტურ გერმანიაში რომ ამიცი გამახსენდა სტალინის დროს ისა იმის ბიოგრაფია 41 წლიდან სუპერად ჩამოართეს რადიო მიმღებები საქართველოში და საფრანგეთში და უფლება არავის არ აქვს და რადიო მოესმინათ. ეს იყო გერმანიაში სხვა შორის და აი ის აიმის გამოძახილია ეს იდიოტური კანონი. აი მე სხვა შორის გუშინ და მე მგონი მინდა რომ გავარჩევდეთ ბავშვებს მინდა გთხოვოთ ახლა რომ მოვიფიქროთ ახლა სადაც თქვენ მოხვიდოდით რიჯექით და ფიქრობდით 27-მდე რა გავაკეთოთ. ანუ როგორ მოვიქცეთ 27-მდე რა? უნდა იხმაუროთ გასა უნდა აიღოთ ქვეყანა. მივიდეთ მაგალითად თვითონ პარლამენტართან და ვკითხოთ ეს აზრი. ანუ რა ლოგიკით არის ეს კანონი აი ისეთი როგორიც არის არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება ეს ხო ეს ხო ამ ხელისუფლების მიღებული 2016 წელს ანუ ეს ხალხი ცოცხალია პარლამენტში ზის დღესაც მივიდეს და კითხოთ სათითაო რა ეს გაიაზრია ეგ რატო იღებენ ეგ დრაკონულ კანონებს რა არის ეს აი ჩოჩოხეთურად უცნაურად და აღას არა აღსრულებადია ბატონო დავით ანუ წარმოიდგინეთ რომ ნებისმიერი ადამიანი უბრალოდ ხდებით ამ კანონის ძევლები ვარ. ძევლები, როცა ვინმე გადაწყვეტს, რომ რაღაცა მე მაგალითად ის რამდენი მესიჯი არ მინახავს. იქნება მეც მაქვს ეგ ვიდეო. ან ეგ კი არა რა ვიცი რა ვიდეო მაქვს საერთოდ. აი ეს აცდენილები არიან, არ ვიცი ამ პარლამენტში თავში რა უდევს, საერთოდ არ უნდა შეხებოდნენ ამ იმას. ინტერნეტს კი არა, პირად მობილურებს. ესეთი აი მწაფრი და ესეთი ის არ უნდა შეეტანა. მე აი გუშინ არ მესიამონა ეს ანიშვილო ახლა აი გითანაგზობ რა შენ გადაიტანე და ისო ის ეკა ბესელი არის ვიცოდიო მე მას საუბრის დასაწყისში მე თუ მეხსიერება ღალატობ საუბრის დასაწყისში თქვა რომ ეს 2009 წელს ვიცოდიო რომ ჩაიწერეს თუ იცოდა რატო ამკაცრებდა აი როცა ამ კანონს ადგენდნენ იქ ჩანს რომ ყველას ემუქრება ესა და არც ერთს არ გაუჩერებია აი ამ ძაფრი მუხლების შეტანა იქ კანონი არის დრაკონული ჩადების ეს ზუსტად ჩადების კანონია და ყველას მობილურია თუ არ ვსწრები 2.5 მილიონი მობილური არის საქართველოში და ხაფანგში გააბეს 2.5 მილიონი აი ისე მაინტერესებს ვინ იყო ავტორი და რამდენი კაცი მუშაობდა და ვინც ყველას მოგძებდი დამნაშავეები არიან იცით რა არის რა მაინტერესებს ეს პრობლემა ზოგადად აი ჩანაწერების პრობლემა თქვენ როდესმე გახსოვთ რომ ყოფილიყოს კერძო პირების ანუ კერძო პირები ერთმანეთს უსმენდნენ მე არ მახსოვს ესეც მე ვიცი რომ ზოგადად ადამიანებს უსმენს სპეცსამსახურები აი როდესაც ჩვენ ცხოვრობდით რაღაცა ისე ტოტალიტარულ ქვეყანაში იქ გასაგები იყო რომ ამას წერილის შეეძლოთ ენახათ და ყველაფერი ენახათ ფიზიკურ წერილს გულისხმობ და დღესაც მე მგონი ეს პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლების დროს როცა ძირითადად იწერდნენ ამ ჩანაწერებს და ამ ხელისუფლების როცა ეს ჩანაწერები ვრცელდება უკვე ყოველთვის არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა და რაც ახლა ამ კანონით გააკეთა ბატონო და გააკეთეს ეგეთი რაღაცა რომ პასუხისმგებლობა ჩამწერებიდან გადაიტანეს მოქალაქეებზე ანუ ყველაზე დიდი ანუ ვინც იყო
სვერპლი ასეთი დანაშაულებების სვერპლები გახადეს დამნაშავეები და ეს მე მგონი ანუ იმდენად ესეც არ არის ჩალის დახურული ეს ქვეყანა რომ ეს ვერ დავაკიცოთ მე ესე მგონი გეთახმები ვახდაიაგო აი გულსფელდად გეუბნები რა მაკარტიზმი მგონია იცი აი ფაქტიურად მაკარტიზმის დროს რას იყო იცი გეცოდინება და ამერიკაში რა საშინელებას დააძიათ ჰოლივუდს და მაინც ემზოდი ხოდა ესე იცი ეს კომუნისტ სამყაროები ანალიზა თქვენ როგორ ციხოლო სტურებს ეკითხებით თქვენი ანალიზი მაინტერესებს თქვენი ანალიზი მაინტერესებს ეს რაოდენობა გჭირს თვითონ მიხდნენ საჩვენს მიხდნენ რომ იდიოტობაში გაეხვია ეს ხელისუფლება და იმიდან გამოუშვეს თავდები ორი არიან ჩვენები კიდე ციხეში კარგადა მე იცი რომ მე აი მართა სოლიდარული ვარ ანა აი ჩემი გამოუშვეს გოგოები ეკა თქვა რომ გოგოები არ იყოს ციხეშიო იმათმა სასამართლო გოგოები გამოუშვა და ბიჭები დატოვა ეგეთ საკითხი არა დააშოვეს აი დიდი იდიოტობა შეიძლება ქართულმა ოცნებამ მე არ ვიცი მიხდნენ და გოგოები კიდე გაი გამოუშვა იმ ბიჭებს არა საერთოდ არ მგონია რომ ოცნება თავიდან ამას მიხვდა არა შეიძლება ის აი ოცნება საერთოდ არ ხდება აი თქვენ რო იქ ისოსებში ვიყავით გული შევეყოს ესე არ არის შვილო მაგენი ხდებიან ხალხის განწყობა და იციან კარგად მათი უარესი გეუბნები მაკარტიზმი რაც იყო და მაკარტის თვითონ ამერიკაში თავს დაესწრო და თვითონ მაკარტის თავის მოკლამდე მიყვანაზე გავიდა ისე ინერვიულორ ეს რა გავაკეთეო ჯინი აუშვა ქართულმა ოცნებამ და მიხვდა რომ ხაფანგში გაემებოდა სადღაც მე როგორც ვიცი 50,000-მდე კაც უნახია. მაშინ ყველა დასაჭერი და ხაფანში გაებნენ, დეპილები არიან, ვიცი რა. ცოდვები არიან და რა ვიცი მე თქვენ ადგილას აი თქვენ თუ აქციებს ამოიწყეთ ერთ საყვირი ვიყიდე ვიპიკე ეს ხელისუფლება არ და მაგარი საყვირი ვიყიდე დასაკეცი და გამოყვებით სიამოვნებით. საყვირი გვაქვს. ან საყვირი გვაქვს. ოპერატორი გჭირდება ახლა და შეგვიძლია წავიდეთ სანადირე. მე მაგათი შემთხვევით არ ვახსენე. აი ვინც კი აზროვნებდა იმ დროს ჰოლივუდში. ყველა გამოესარშლა იცი. არისო პატარა მოვლენა ესეთი ავდებულიც ვარ რომ გავაკეთებ. შენ სოვიტკი ჩადება ეს იგივე რა. და დაზღვეული არავინ არ ვარ და მე ორი მობილური ვარ. ყველას გაქვთ ჯიბეში მობილური. რა იცით ბომბს როდის შემოგიგდა. არა, ჩვენ ხო სინამდვილეში როდესაც ანტინარკოტიკულ კამპანიას ვაწარმოებთ და სინამდვილეში მაგის ერთ-ერთი მიზეზი იყო რომ ადამიანები მოქალაქეები გაგვითავისუფლებინა იმ კალპაკის ამის გამო მათზე ნუ ესე იყო რა დამწყნეულები ყავდათ იმასავით როცა უდოთ მიმდევდნენ დაიჭერდნენ ხანას ჩაუდდნენ და ხანას ანუ ეს პრაქტიკა შეიძლება რაღაცა შემცირდა და ნაკლებია ამის გამო მაგრამ გამიშობა ახალ-ახალი წყაროები ჩნდება რომ იგივე გააკეთოს სურვილის შემთხვევაში გამიშობა აქაც ხო გასაგებია რომ მართლა შერჩევითია 50,000 ადამიანს აქვს თანხმობა დავით ისე რო თო მინიმუმ აქედან გამოდის რომ 50% ჩვენ 2% ავიღეთ არჩევნებზე და აქ რანაირად შეიძლება ასეთი პროცენტი გქონდეს კაცო ნახევში ეკაბესელიას შიშველი ეკაბესელიას ნახევში რანაირად შეიძლება გირჩი ლიდერობდეს როცა სულ 2% გვაქვს შეიძლება ვიცი რა დას ინგიშია არის აი მე თქვენ ადგილას მოუწოდები ყველა შენი თავის მომემებს აბია სტუდენტობას ეს ისე დასაგმობითი არა უნდა გაიგო მე თქვენ ადგილას ალყა შემოვარტყავდი პარლამენტსა და მოვითხოვდი მგვარებს ვინც ხარი დაუჭერა ამ იდიოტურ კანონს მოვითხოვდი ავტორებს და გავკიცხავდი მაგას და საერთოდ მე თქვენ ადგილას ამ საქმეს აი შევაკლავდი თავს საფრთხის შემცველია ყველას ხო შვილები ყავს ეხლა ხო და პოტენციურად ყველა საფრთხეში ვარ და ეს არ უნდა შეერჩეს ამ იდიოტურ იმას რა კანონის შემდგენლებს არ უნდა შეერჩეს იაგურას ნიშნავს ეგრევე იცი რა მე უნდა სასწრაფო შესვალო აი ბატონო სასამართლო გაიმართოს სინამდვილეში მე ჩემი აზრით თავარი ამოცანა ჩვენი არის 27 სასამართლო და არ მივიყვება საქმე ჩემი აზრით თავარი რაც არის ამ პროცესში ყველაზე ისეთი რის გამოც ეს გაბედეს ბატონო დავით არის ის რომ ეს კანონი მიღებულია ქართული ეგრეთ წოდებული ლიბერალური საზოგადოების მხარდაჭერით. მაგალითად, სამხალხო დამცველის განცხადება ამ თემაზე ნახეთ. ვინმე თქვა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება, რომ ეს ხალხი უდანაშაულოა, ნახეთ, არ გვინახავს. ვინმე სიტყვას რომელიმე უნივერსიტეტი, რომელიც სისხლის სამართლის პოლიტიკას ასწავლის და რამე პრეტენზია გააჩნია სამყაროში, საერთოდ აზრზე პრეტენზია გააჩნია. ვინმე მაზრი გამოთქვა რა მოვლენა უნდა იყოს მეტი ისეთი ქვეყანაში სახელმწიფოს რო ფულს ვუხდით
ანუ ფული სახელმწიფოს ბიუჯეტი და მიცეთ რუსთავიორს პირობითად. ან სიტყვაზე გირჩს, ან ვიღაცას, ვინც ამ კონკრეტულ საქმეს კავკასიასაც როგორც კი გადაცემას გააკეთებს მერე. ანუ ფაქტობრივად ჩვენი მტერი ამ ბრძოლაში მარტო სისტემა კი არ არის. ვინ გამორეცხილი, ანუ ევროპულად განათლებული twin გამორეცხილი სულელები არის თავარი მტერი. ისა იაგო ბოდიში მათ ეგონათ რომ ეს აი წარმოებულების წინააღმდეგ არა ისინი ასე ფიქრობენ. ანუ ისინი ფიქრობენ, ისინი მართლა ფიქრობენ რომ ახლაც ეგრე ფიქრო. არასდროს მით თუ არ ესი მაშინ მაგალითად ფემინისტური ორგანიზაცია ამ ქვეყანაში არის რამდენი? ეს გოგო არის ხო? ანუ მაგალითად ხარ ფემინისტური ორგანიზაცია ქალთა უფლებებს იცავს. ჯერთი მე არ მესმის ქალთა უფლებებს, ეს სხვა საკითხი. ანუ უფლებები აქვს ადამიანებს, მაგრამ შენ თვითონ რო ხარ, ანუ შენ თვითონ რო პოზიციონირებ, რომ მხოლოდ ქალებს რო იცავ სიტყვაზე. ეს ქალი არის ხო? მეტი რა უფლება უნდა დაერღვია. ხმაურებია თანი? ნუ ხარდაჭერა იცი როგორ სოლიდარობა. ჩემ ხარდაჭერას კი არ ვითხოვთ მართლა. მე ვითხოვ ხარდაჭერას ხალხისგან. უბრალო ადამიანებისგან, ვისაც ეს პრობლემა მე ტრენინგებზე კი არ აქვს ნასწავლი. უბრალოდ ამ ქვეყანაში ცხოვრობდნენ, აკვირდებოდნენ საქართველოში კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული ხელისუფლებებს და გძნობენ საფრთხეს საკუთარ ტყავზე, თორე ადამიანები, რომელსაც იმედი აქვს, რომ რა სიტყვაზე რომელიღაცა ომბუდსმენი დაიცავს, ან დაიცავს რომელიღაცა საერთაშორისო ორგანიზაცია რაღაცა, ის ხალხი ობიექტურად ხო მართლა ის ხალხი ხო ტრენინგებიდან უყურებს ამ თემას. როგორ თქვა ვიღაცა კოუჩმა ტრენინგზე, თორე ამის ტკივილი კი არ აწუხებს, თორე მართლა როგორ დავიჯერო, რომ ვინმეს საერთოდ მორალზე თუ აქვს ამ წუთას პრეტენზია მსგავსი ორგანიზაციებიდან. როგორ შეიძლება აქამდე, რამდენი ხანია გასული, ბიჭო, ერთი თვეა გასული უკვე. ერთი თვის განმავლობაში ეს ამ საქმეს არ შეისწავლო. აი სახაოდ ამცველი ხელფასს რო იღებს ამ ქვეყანაში. მართლა რაში იღებს ხელფასს? ეს გოგო დასაცავი არ არის, ანუ ამ გოგოს ისტორია რო წაიკი მოისმინა. რაც ხდებოდა აი. რომელიმე ორგანიზაციამ, რომლის იმედის უნდას უნდა კონდეს. რანაირად ძინავს, ანუ სახაოდ ამცველს რანაირად ძინავს. მართლა თუ რამეს წარმოადგენს ეს ინსტიტუცია, შენ ვიცი როგორ წარმოადგენდა სახაოდ ამცველს და ინსტიტუციაზე. და ამ შემთხვევაში მე სრულიად გეთანხმები, მაგრამ ყოველთვის მართლები ხო საბოლოო ჯამში. ხო, ანუ ბატონ დავით, ჩემი აზრით თავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ სწორად დავინახოთ ადამიანის თავისუფლების მტრები. და ჩვენ ადამიანის თავისუფლების მტრები მარტო სისტემა კი ნუ უგონია. ადამიანის თავისუფლების მტრები არის ხალხი, რომელიც პოლიტკორექტულობით, რომ როგორ შეიძლება ტიტველი პოლიტიკოსის ნახვა. აი ამ პოლიტკორექტულობით მართლა ხო ტიტველი ბესელიას ნახვის გამოსის ხალხი ციხეში ხო ვიცით კაცო, ანუ ხო გასაგებია რომ იმის გამო ხო არზიან რომ ზიანის მიყენება უნდოდა. ამის გამო ხო არზიან თუ ეს გამოვრიცხეთ ეს მოტივი რომ ზიანის მიყენება გინდა კაცზე და დამნაშავე ხარ. რა რჩება? ნახე და ამის გამო ხარ დამნაშავე. რა ნახე? ტიტველი პოლიტიკოსი. და ამ ქვეყანაში რა ვიცი ასე ვაფასებთ პოლიტიკოსებს, ამ ქვეყანაში დავიჯერო რომ პირაებული ქვეყანა ვართ, ისი აი იაგო გულწრფელი ვარ იცი, მე ისეთი საბჭო რჩება. სახელმწიფო უკვე აღარ არის. იქ კარასინი რაღაცას ბოდავს, ყველა გარეკილია და ინგრევა ესე ქვეყანა. აი სხვადასხვა არ ვიცი შენ ეს იცი თუ არა. აი მონიტორი იყო ესეთი გაზეთი, ანი შენ გეუნები აგერ და მინდა რომ ეს სხვებმაც მოისმინონ. გაზეთს ერქვა მონიტორი. ჟან პოლ მარატი იყო რედაქტორი. 600 ტირაჟი იყო. იმან მოახდინა ეს ბასტილის აღება და რა ხდებოდა, იცი? იატა ქვეშ სარდაფში ბეჭდავდა ამასამ. ესე იგი დაძდებდნენ მარats, რომ მიეგნოთ მისი სტამბისთვის და რო ავცელებდნენ. ეს გაზეთი მეფის იმაშიც კი კაბინეტში კი შედიოდა. მკითხველებს კი არ იჭერდა, გასო დაძდებდნენ იმას რედაქტორს. ან პირიქით ხდება. ვერ ხდება, ვერც ის ბესელია თვითონ არ ამბობდა გუში, რომ ჩვენთან შეიმუშავდა. ჩვენს არის მკითხველის დაჭერა გაგონი და ამ სპეცოპერაციის მიზანი ეკა ბესელიას დაწყება კი არის. ამ სპეცოპერაციის მიზანი არის ის, რომ სახელმწიფომ გვითხრას, პოლიციამ გვითხრას, რომ ჩვენ გიყურებთ, ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ დრო შემოგივარდეთ და დაგიჭიროთ მნიშვნელობა რა მოტივს და ჩვენი გეშინოდეთ. მესიჯი რაც გამოუშვა. მარტო პოლიცია არ არის, მე მგონი პროკურატურა და ყველა ერთობლიობაში ძალოვანები თქვა. ენა არის ამ სეპინსურაში გარეული და უნდა ეკაჩერდეს ეს საქმე და ის დანარჩენები გასათავისუფლებელი არის. კი არა, ეგ არის საქმე რა, რომ ეგრო ესე, ანუ ეგრო უბრალოდ მესიჯი იყოს და ის ადამიანები ციხეში არის და ხა ჩვენ სხვა ესე წარმოვიდგინეთ, რომ ჩვენ როცა დაგვიჭირეთ ციხეში ჯდომაც მესიჯის ნაწილია, ციხეში ჯდომაც მესიჯის ნაწილია.
ბიჭო, მე მგონი ზედმეტი არის ეგ. არა, ზედმეტი იყო თავიდანვე, ანუ არ არსებობს ეგეთი მესიჯის არაზედმეტობა. ჩემი აზრით და საერთოდ მე მგონი რომ ეს მე ამ ყველაფრით ვარ კმაყოფილი, რაც ამათ ვაქნეს. იქიდან გამოამჟღავნეს თავიანთი კრეტინიზმი. ამათ რომ უფრო ჭყიანურად ემოქმედათ, ხო, ბევრად უფრო საშიშია ასეთი ბოროტების მომიქრებელი ადამიანები. გასაგები გახდა მთელი ქვეყნისთვის, რომ საშიშ ხალხთან გვაქვს საქმე და ფხიზლად ვიქნებით. მაგრამ არ ვიქნებით არც NGO-შნიკების იმედად, არ ვიქნებით არც ახლოდამცველის იმედად. ხო ვიცით რომ ამ არ ვიქნებით არც სხვა პოლიტიკოსების იმედად. მივხვდით, იმიტომ რომ გირჩი საქმე კი არ არის ანის თემა. რა მნიშვნელობა აქვს? მე კირკიტაზე ვთქვი რომ არ იყო დასაჭერი. ამას ხომ მნიშვნელობა არ გააჩნია, როცა შენ ხედავ რომ შენ შეიძლება შეგეხოს ეგეთი უსამართლობა ხდება რომელიმე პარტიის წინამდე. მე კუპრავაზეც ვთქვი რომ დასაჭერი არ იყო, მივხვდით? და სწორედ აქედან გამომდინარე ყველა იქიდან გამომდინარე რომ მორალურ ადამიანად მივიჩნევ თავს, ხო? და ნებისმიერ მორალურ ადამიანს ევალება ჩემი აზრით რომ პოზიცია დააფიქსიროს ანას საქმეზე. და თუ ამ პოზიციას არ დააფიქსირებს, გვეცოდინება რომ ისინი მხარს უჭერდნენ ამ ადამიანის ციხეში ჯდომას და დავინახოთ, უნდა ჩემი აზრით უნდა დავინახოთ ამორალური ადამიანები, მათ შორის საჯარო პირები. ისინი ხო საჯაროდ მორალს გიკითხავენ და დავანახოთ, აი, ყოლოდა ანას თვალში ჩახედონ და უთხრან, რომ დასაჭერია. თვითონ თქვენ ეგრა რომ თვითონ თვლიან რომ ეს ადამიანი ხა სინოჟი საშიშია საზოგადოებაში. ისა იაგო დავახო, არ ვიცი, აი მე მაინც თვლი რომ აი ანის თაობა უნდა იაქტიუროს და ჩვენ სულ უნდა ყველა ეს NGO-შნიკები და ყველა ვისაც კი თუ კი ღირსების რაღაცა გააჩნია, უნდა დაიცვას ეს ადამიანი და ის დაჭერილებიც იქ. ეს უნდა დამთავრდეს სწრაფად და ამ ბედოლათმა პარლამენტმა კაიმ კანონში რაღაცა ის უნდა გააკეთოს ისი სერიოზული ცვლილებები, რომ გაზეთის კითხვას არ იჭერდა ისა ლუდოვიკო კაცო და ნუ დაიჭერენ მობილურის ფლობელებს. ვინც დაამზადა, ვინც შეუკვეთა, ისინი იმათთან იბრძოლონ. ბიჭო, იცი რა, სულ არ მადარდებს, ისი კისერის უტეხია, თუნდაც ერთმანეთი გადაუხოციათ, მაგრამ ხას ნუ ბავშვი ცოდვა იყო. დაუკვირდი რა საშინელება გაუკვირდი. მე გისმედი ანიშვილო დამბურჯგლა რომ ის მორფი შეnicodi სად იყო მამისთვის და მე ვიცი რა ეს მეოთხე სტადია არის კატასტროფული ტკივილები. და აი ბოროტებას ჩადის ეხლა ის ძალოვანები ვინც ეს ბავშვი წაიყვანა ის 2 დღე თუ 53 საათი მე თვითონ ვიტყვი 3 დღე არის. და საშინელება არის და ეს არ უნდა დაუშვას ხალხმა. ანი ავიცი მე მოგიწოდებთ არ ვიცი რამდენი 1000 გიყურებთ თქვენა 10,000-ს რო იღეს 5,000 მაინც იცი აი ამ ბავშვის შესახებზე უნდა გამოვიდეს და დაგმოს უნდა აი ამ პარლამენტის ეს იდიოტური კანონი და ამაზეც საფიქრალია იცი რომ ჩვენი ბრალია აი არ მოყოლეთ იცი რა კანონს როგორ იღებენ არც მიმიქცევია მე მაშინ ყურადღება არ ჩემი ბრალიცაა ჩვენი ყველას ბრალია რაც უფრო ბევრია უნდა კანონები მით უფრო ბევრია შეზღუდვა ადამიანებს და მით უფრო ბევრია დანაშაული ტოტალურად ვიზღუდავენ ყველა უფრო ისეთი რაოდენობით ჩვენ მოქალაქეებს უფრო ფიზიკურად შანსი აღარ აქვს რომ თვალი მივადევნოთ რა ხდება ჩვენს თავს. მაგიტომ ვირჩევთ პარლამენტარებს რომ იმათ რა ჩვენს მაგივრად მიადევნოთ თვალი, მაგრამ სამგლეში ხო გასაგებია პარლამენტარებს. აი ამ ბავშვს. ეს ისტორიაში დაარჩება. კი, ეს ისტორია გამოგონი. კითხველი გაზეთ, კითხველი როგორ შეიძლება დაიჭეროს? პატაშეს გამახსენდა. აუ, რა კაი რაღაცა გამახსენდა. იაგო, არ ვიცი, აი შენ ახლა ახალგაზრდა ხარ, აი ვახო, შენ თუ გახსოვს ეს ზვიად გამსახურდიას ოქროს აწმისით რომ დაიბეჭდა და მაშინ ესე იგი პატარა ბუკლეტივით იყო რა, 40 გვერდიანი იყო და უნივერსიტეტში ისე აუდიტორიებში შექმნათ ყველა კითხულობდა. თელი კგბ დაიძრა მაშინ უნივერსიტეტში KPI-ში რომ ვის აქვს ეს პუბლიკაცია და ისი რა არის თქვენს ანა თქვენ როგორ დაგაკავეს და ერთ დაკითხებს ვინ მოგცა რა უზო ყველა იზახა რომ უჯერაში ვნახეო და მიაგნეს ბეჭდავს და მაშინ იყო რომ ზეად გამსახურდია დაიჭირეს და კიდე მე მგონია 16 კაცი დაიჭირეს ეს კგბ-შნიკების კი საფრთა კავშირის დროს ბეჭდავებს დასდევდნენ და რა წამკითხველებს და ეს რა იდიოტობაშია ვინ დაწერა ისე მაინტერესებს ავტორი ვინა და გამოვიძიოთ იაკო აი მართა იცი დევნა დაუწყოთ იმ ადამიანებს ეს ესე დრაკონული კანონი მიიღეს მე პერსონალ პასუხისმგებლობას ძალიან ვიმხრობი მე ის უნდა შევარცხინოთ ესეთი იდიოტები რეალურად იცოდნენ ვინ რას შვება რა როცა უკვე ფაქტი დადგა ეხლა ხო ეს თეორიული მსჯელობა არ არის ეხლა კონკრეტულ ადამიანზეა სათქმელი რა ნუ ვეღარ დაიწყებენ ანუ რეალურად ხო მართლა ანუ წარმოგვიდგენია ესეთი რამე რომ ამის დასაბუთება
შეუძლებელია ბუნებაში არ არსებობს. მე უბრალოდ ეხლა გავსჯელობდით, რომ საკონსტიტუციო არჩევის მომზადების პროცესში ეს გუნდი, ვინც ამას ამზადებს, ალბათ შეისწავლის მთელ პრაქტიკას, მაგრამ ეს დროზე უნდა გავაცნოთ, რომ ანუ ყველგან გვეუბნება, რომ დასავლეთში და ცივილიზებულ სამყაროში რომ გინდათ იქ ასია. მე არ მჯერა ბატონო ვიკილիქსი რო გასკდა ხო წარმოგიდგენია მილიონობით ადამიანმა წაიგე მე წავიკითხე ვიკილიქსის დოკუმენტები რომელიც საქართველოს ეხებოდა და ალბათ ჩვენ პარტიებზეც ეწერა ვირაკულებს იქებდა ანუ ის კაციც კი ვინც ეს ყველაფერი გააკეთა შვედეთში იჯდა ხანში ხან სადიჯდა ხან სადგარბი და ამის გამო არ დაუჭერიათ გაუპატიურების გამო დაძნებენ სხვა შეტანის შვედი ხალისზე ძალადობის გამო თუ რაღაცაზე იყო რა პრობლემა ამერიკაში სიწყების წინ ამერიკა პრინციპში არის პოლიციური სახელმწიფო ინგლისს არანაკლები ოფერტა მომაზაყული იქაც კი არ არის მეთქი მაგიტად რომ იქაც ხო დაძდევენ მაგრამ შეუძლებელია ეს ამბავი ეგ როგორია კიდე ერთ მაგალითს გეტყვით ალბათ ადამიანებს ბილტმორში გახსოვთ ვიღაცა სკანდალი რო იყო ვიღაცა რო ჟიმაობდა ზედასართულზე და ვიღაცა ყვირილი რო დაიწყო რომ აუ თქვენო რა ბანდო რა შვებითო წარმოგიდგენთ, ამან ხელი გაიშვირა. ეს ხო პირველი იყო, ვინც დანაშაული ჩაიგდა და ნახა, ვინც აიხედა, ყველა არის დასაჭერი, ანუ პრინციპულად ლინკი ან რაღაცა ხო მაგას ისოზე მიუთითე, აბა იქით გაიხედე. ამ ყველამ გაიხედეს და მაშინ თელი მიტინგი არის დასაჭერი. თუ ეს ესია, თუ ეს არ ესმით, მაშინ არიან იდიოტები. ასევე დასაჭერი, მაგალითად, ორ მეგობარს გადავუგზავნე, აი, სიტყვაზე გვერდით რო ყოფილიყო და ორ მეგობარს რო ეჩვენებინა. ერთად როენა. სამი კაცი დასაჭერი იყო? იდიოტური კანონია და ესენი საერთოდ გაფრაზებულია. როგორ აღასრულებს აი პოლიციელებმაც კარეკეზა არ შეიძლება ის სხვადასხვა პოლიციის ავტორიტეტს ანადგურებს უბრალოდ ეგეთი რაღაცეები ანადგურებს ახარია მიხდა რომ მაღაზია წდებოდა ისა და ეთქობა ზადიხოდი ისეს და რამდენიმე გამოუჩეს ვარა ბიჭების გამოსაშვებით ხარ მაგრამ არ შეიძლება ამოყვი დაჭერა ადამიანებს არის მე რანი გირჩევთ რომ აი თქვენი ისერი კურსელები იქნებიან და ვინც კი დაინტერესებული არის რომ თავიანთი ილისება დაიცვა ყველა უნდა იყოლიო და სასწრაფოდ ეს კანონი არის შესაძლებელი ან დათქმა სხვაჩერს არის ზიარობა ნიჭიერი ბიჭი ხარ და ეგრე საკონსტიტუციო სასწრაფოდ იჩივლოთ ამაზე შევიდა განოსებული გო არა ვიცი რომ არა არის დაჩქარებული წეს შეუძლიათ მათ უცხოდ კი ვაჩერს მოვითხოვთ ალბათ ნორმის შეჩერებას მოვითხოვთ აი შეაჩერებინეთ ყველაზე ეფექტური გზა ამ პარლამენტს რაც რომ უბრახუნო მაინც ვერ მიხვდებია მაგრამ ეგება შეაჩერებინეთ ბრახუს ის აზრი აქვს რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც მივაწდინოთ ხო რომ დიდი იდიოტობა ხდება რა და დაჩქარებინეთ ცოტა ეს ბაშკა ჩვენი თაობა განცილებული არის აი ჩადებები ამათი თაობა მაგაცების ახლა ჩვენ და აი უბრალოდ ამათ არიციან ამ თაობამ რეალურად არიცის რა ბრეიბი გვაქვს სიტყვაზე ჩვენ გამოვლილი რაღაც 90-იანები მანამდე საბჭოთა კავშირი მე რაღაცა და გონიათ რომ რაღაც ანუ ამაზე უარესი არ შეიძლება კი ამას მაგალითად პატრული ეგონა პოლიციელი და პოლიციელი იმ ამბამდე სხვა დამოკიდებულება ქონდა ლაპარაკი რაიც საკავარო შეეჩერა მithumetes გოგო არის ეს ვერ გამომძიებელი უნდა და ყველა გონია პატრული და ცოტა ეს ბოჟა რაც ამბავს მათ რა მაგადაიტა მე ამესვეს ამე როგორ ძინავს ამხელის უფლებას და ანი ბიჭემა რა დააშა ამ ყველაფერს გამოიძლევს ის სასამართლო რომელზეც თავად ეკაბესებს ის ამბავი ატეხილი და იძახის რომ ჯალათები არიან ეს ადამიანები ანუ სინამდვილეში აი მისი პოზიციაც როგორი უცნაურია გუშინდელ გადაცემას გულისხმობ როცა ის საუბრობდა რომ კი რაღაცა ციხისთვის ეწოდება თითქოს მაგრამ იდეაში დაგაშავებად თვლის სასამართლოს მაბარებს ხო და სასამართლოს გადააბარა საკუთარი პასუხისმგებლობა როცა კანონს იღებდა რუსეთის სასამართლოს გადააბარა რომელზეც თვითონ ამ გადაცემაში საათნახევარი ლაპარაკობდა რომ ჯალათები არიან და მაგის გამო ბიძინა ივანიშვილსაც კი აღარ ემორჩილება და რაღაცა გმირი ქალია ანუ რა აბსურდის თეატრთან შეიძლება გქონდეს საქმე ან იმ ადამიანს ვეგონოთ რომ ჩვენ ვერ ვაზროვნებთ და ვაფშე ვერაფერს ვერ ვაკავშირებთ ერთმანეთთან რას ლაპარაკობთ თუ მართლა მასეთები ვართ და ის ბესელია სწორია მაშინ ღირსები ვართ და ციხეში უნდა ვიждდეთ საჩერს ახლა მე თუ კითხავ უკვე პოლიტიკური ისიც კვეთება მე მართლა არ ვიცოდი რომ ეს ანი აროშიძე თქვენი ის ყოფილა გირჩის ესე ვთქვათ
მე ესე ვიცი დღეს გავიგე აგე რომ თქვენი თანამგზნობი არის და ფაქტიურად თანამოაზრეა ჩვენ. ხო და მაგარი იცი რა არის ეხლა აი გირჩით თელი თავის პოლიტიკური სხეულით უნდა დაუდგეს ამ იდეას რომ სულ ყველა იქნას თქვენ დაიწყეთ ისა ვახტანგ და ისა იაკო რა კაცო დაცვა ის იმ კანონის სასწრაფო შესვლა ოფიციალურად აი თქვენ მე ვიცი რომ თქვენ რეგისტრირებული ხართ და იურიდიული პირები ხართ ხო თქვენ შეიტანეთ საკონსტიტუციაში თან მოვთხოვოთ ამ პარლამენტს რომ სასწრაფოდ შეცვალოს ის დრაკონული მუხლი რომ ვინც ნახა იმისი დაკავებას აი ეს იდიოტობები ამოაყარონ მან და შერჩვე და სწრაფად გააკეთონ ეს როდის ამოყირავდება კიდევ ვთქვით შეიძლება ანუ რა დააჩქარებს ამ პროცესს საკონსტიტუციაში შეგვა ხალხი დააჩქარებს ისა რომ აი ანისნაირი 10-15000 კაცი რომ დადგება პარლამენტის წინ ისი რა ბეძე გადმოვიდნენ ეს უბედურები აქ ყოფილიყვნენ იქ ქუთაისში და ეს რაც გადმოვიდნენ სუდზე ცუდი ამბებიში რა ვიცი ლამისაც და მიშავე გამოვიდა მაგიტო აშენა ქუთაისში არ დაუჯერეს არა ნუ საცო დაუბაეც ეს პოლიტიკური ვაკხანალია უკვე მაგრამ ცოდვა ეს ბავშვი გავს არის ისე არ გიკავშირდებიან აი შენი თაობის ხალხი და კომუნიკაცია ჩემი ნაცნობები ჩემი თაობის ხალხი ოღონდ არ მქონდა მაგათი იმედი იმიტომ რომ ბესელია არც სახელიც არ იცნობენ და ხო პოლიტიკოსების ის არის ხარდამჭერია და იცი რა ანტიპათია პოლიტიკოსებზე ხავს. აი მე ყველა თაობას ვაჩვენებს, ყველა თაობას. არ წავიღეს twin-იღაც. აი მე რაღაცა მოიმოქმედეთ, არ ვიცი. იაკო თქვენმა ვით უმეტეს თავმჯდომარე ხარ გირჩის აი შენ აიღე შენ თავზე დაიცავით ეს გოგონა. მე აი მორალურად. ეს გოგონა ძალიან კარგად იცავს თავის თავს. არა კი მაგრამ ეს აი ხა ანუ ამას არავის დაცვა არ ჭირდება, ამას ჭირდება უბრალოდ თანადგომა, ანუ ხნეობა იდეაში არ დაიღალოს, თორე თავის თავს იცავს შვენივრად, არავის დაცავი არა და არანაირი მსხვერპლი არ არის. საკონსტიტუციაში თქვენ რომ აი ორშაბათს მაინც რომ შეიტანოთ, შეიძლება იმუშავოს. რა უნდა მაგის დაწერა ერთგვერდიანი წერილია შესაძლებელი. არ გვინდა რომ სიჩქარით რამე გავაფუჭოთ. ჩემი აზრით ერთი და ორი დღე არაფერს არ ცვლის აქ. რეალურად ფაქტი არის ის რომ ეს პროცესი უნდა გაჩერდეს. იაკო მაპატია სერიოზული ძალახად დამეჭერე მე რუსფერი ვარ გეუბნება ჩემი შვილიშვილის თელმა უსმა მოგზადმა ხო თქვენ ძალახად აი თქვენ გირჩმა ოფიციალურად მოითხოვეთ რომ შეაჩეროს საკონსტიტუცია კი მოითხოვთ რა თქმა უნდა მაგას გეუბნები ექნება ეფექტი ექნება 27 მარტამდე რომ ამბავს და სხვებსაც საფრთხე არ ნუ იდეაში ჩვენ გვჭირდება ბატონ დავით ახლა თქვენერი ადამიანების ხარდაჭერა იმაში რომ მორალურად გადავტეხოთ ეს თემა რომ სიცხვილი იყოს განსხვავებული რა ესაბავი რაც მოხდა სულ ყოველდღე ამაზე ვსაუბრობ გუშინაც ვისაუბრე დღესაც ვისაუბრე და მით უმეტეს რო გავიცანი ანი ყოველდღე ამას აი და თავში როგორც იმბედოლათმა პარლამენტის დირექტორმა თქვა თავში ურტყა თუ დაცებსო აი თავში უნდა ურტყა და ვიდეო დეპუტატებს რომ ეგეთ დრაკონული კანონები მაგიტომ გვაქვს ყოველთვის თქვენი იმედი და აზო დაგიჭერთ ხას ამბავს კი არ უნდა დაუჭიროთ მარტო ყველას საფრთხე უნდა ავაცილოთ კი და ეს ბავშვი ადამიანია რომელიც მართლა ხო ნუ ახლა პირობითად რაღაც შვილიშვილის ხელა არის და ებითო თქვი ბავშვი თორე უკვე ადამიანია და რა გულწრფელი იყო კაცო მე მგონია რომ თუ მართლა მისი ასაკის ადამიანები უბრალოდ გაიგებენ საკუთარი თანატოლის მაგალითზე რა ქვეყანაში შევიდნენ საცხოვრებლად თავის დაუნებურად მე მგონია იმათვისაც კარგი იქნება და შეიძლება ბევრი რამე აიცილონ თავი მე იმ წამს ვიცი ხო აი ჩემს ინტერნეტში ზისო და რა მთელ სოფლიოს ესაუბრება ვიფიქრე იცი რომ ბავშვმა ხო არ ნახამეთ კიდე კაი პოლიტიკა რა ინტერესებს ჩემი 15 წლისაა და გამისკდა გული ხო არ უყურ ჩვენ დაურეკეთ საში მამა არაფერი არის საქმე და შემეშინდა შვილო შემეშინდა აი თქვენ რომ დაგიჭირეს მთელი თვილის პანიკაში იყო საშინელი ღამე იყო ჯერ რა წესია ღამე რო იჭერენ აი პერიას ის ამ დილით გაიქცევა ან სადღაც საზღვარგარეთზე ბიზნეს პატაკი ჩააბარეს აი რეაგირება მოახდინეთ ეს რა ბავშვები დაიჭირა განაპირობებდა რომ შეშინება უნდა ანუ საზოგადოების დაშინებისთვის იყო ფორმა შევარდნა 6 კაცის და აი ბავშვი რა შეშველება
კარგი, მე მგონი ეს საკითხი რაღაც საფუძვლიანი. მე მართლა არ ვიცოდი თუ სახალხო დამცველმა რაიმე პროტესტი არ დააფიქსირა და მე ჯერჯერობით არავის არაფერი არ დაგვიწყდა. მაგიტომ არის მნიშვნელოვანი რომ ანუ ლუსტრაცია მოხდეს ისეთი ჯგუფების რომლებიც რაღაცნაირად პოზიტივები. ეს ახალგაზრდა იურისტებიც არ დააფიქსირა. არა, იურისტთა ასოციაცია მე მგონი ადამიანებმა იქიდან შემოგთავაზეს დახმარება, ამიტომ იურისტთა ასოციაციაზე ეს კაი რესურსი აქვს, მაგრამ ეგება მათ აი ადვოკატობა ეს ფაქტს მათ აქვს. თუმცა არ ყოფილა ოფიციალური განცხადება, ჩემი აზრით და ნებისმიერი არასამთავრობო ორგანიზაცია ვერ გადაურჩება ამ საქმეს. ეს საქმე ისე იქნება, ისე აიწევა მორალურად, ამ საქმის ყველა დეტალში ანი არის მართალი და ის რომ ვიღაც ადამიანი რომელიც სიტყვაზე არა, ვიღაც უცხოელ პარტნიორებს თავს აწონებენ იმის რომ ადამიანის უფლებებს, ადამიანის უფლებებს იცავენ. ჩემი აზრით ვერ გადარჩებიან. ანუ მე მგონია რომ ჩვენ მივალთ უცხოელ პარტნიორებამდეც პირადად. უნდა მიხვიდეს საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეატყობინოთ ეს ამბავი. არც თქვენ თუ გაქვთ ეს რესურსი და ენერგია ყველა შეატყობინოთ. კი, რა თქმა უნდა, მივალთ და ავუხსნით ყველა ადამიანს რა ხდება ამ საქმეზე. პირველობას ვდებ ბატონ დავით, რომ ამ საქმის შესახებ გაიგებს მაქსიმალურად ბევრი ადამიანი, როგორც ქვეყნის შიგნით, შექმნის გარეთ. ჩვენი ერთადერთი იმედი ამ საქმეში, საკონსტიტუციო სასამართლოსთან ერთად, არის ხალხის მხარდაჭერა. სხვა არავის იმედი არ აქვს. ბევრი დაგიჭერთ ხას, აი გულწრფელად გეუბნები, მე არის თქვენ თუ თარის რაინეს და აფიქსირებთ. აი ჩემ ეტაჟში ყველას მოუწოდებ მეც და მე არ ვიცი თქვენ რამდენი ათასი გიყურებთ ამ გადაცემას, მაგრამ ჩემი ეთერის მხარდაჭერა, ну ყოველშაბათი ჩემი გადაცემის სპექტრის მაყურებლების მხარდაჭერას მე გვპირდებით მათ აუხსნი რა საშინელება გადაიტანა ამ ბავშვმა. ის ბიჭი 9 თვის შვილი რო ყავს, კაცსა და იმას რო დაიჭერს, სულ გარეთეს რა ამათო. თან რისთვის გას? მე რაღაც საფინელება. ძალიან უცნაური რაღაცები დაფიქსირდა რომ ანუ აღმოჩნდა რომ მაგალითად თქვა ის ბიჭი ახლა ვიზეს თქვენ ძალიან იმას ნანახიც არ აქვს. ვიცი უხოდა. ანუ წარმოგიდგენთ რომ ამ ბიჭის кейსმანი ნათელი გახადა რომ უნახავად შეიძლება ადამიანების დაკავება. ანუ რანაირად დავამტკიცო მე რამდენი ვიდეო, რამდენი რაღაცა დაგვიფორვარდებია მეგობრებისთვის უნახავად. ანუ რაღაცა რომ მოქსულია და ნუ ვიცი რომ რაღაცა თლაშენ არ გეხება შეიძლება რაღაცას დაინტერესოს და აფორვარდო. და არიცი რა ხშირად შემშლია და რაღაც სხვა ადამიანისთვის დამიფორვარდებია. ანუ ავტომატურად შეცდომის გამო თითის არასწორად დაჭერის გამო შეიძლება ადამიანის ციხეში აღმოჩნდეს. ანუ მე არ ვიცი სასამართლოს მოტივი, ანუ ქართულ სასამართლოს მოტივი არ ჭირდება. არა, ქართულ სასამართლოზე მოდი არ ვილაპარაკოთ როგორც სასამართლოზე, მნიშვნელობა არ აქვს. რაღაც არის. მოსასამართლოს თავი დავანებოთ, მაგრამ ამ სასამართლოს ლოგიკა ხო ბესელიას მსგავსმა ადამიანებმა უნდა დაიცვან დებატებში. რომ ანუ იდეალური რო იყოს ეს სასამართლო რაღაცა ანუ მე მაგალითად მგონია რომ ჩვენ უნდა მოვძებნოთ დამცავი არ ამ ანის გამყუნებელი ჩემი აზრით არ გამოჩნდება ესეთი რომელიც მე დამიჯდება პირდაპირ ეთერში. ანუ საჯაროდ ვამბობ ამას. უბრალოდ არ გამოჩნდება ესეთი ვისაც ან გიჟებს არ ვიძახ ახლა ზოგჯერ არიან გიჟები რო გამოვარდებიან პოპულარობის მიზნით რავი ყველაფერზე რო არიან წამსული. მაგას არ ვიძახ. აი გამოყვარება რო გააჩნია სიტყვაზე რა ვიცი პასუხი რო მოეთხოვება სიტყვაზე კონკრეტულად მას მოუწევს ჩემთვის ახსნა რომ ანა დასაჭერია. ანუ კონკრეტულად კითხვა ეს არის დასაჭერი არის თუ არ არის. მე ვიღაცამ ამას ის არ უნდა ექნა და პირობითი და შემდეგ ეგ ყველაფერი არასწორი. ეგ აბესილია გუში რა თქვა არასწორი. და ჩემი აზრით დამთავრდა მისი პოლიტიკური კარიერა მაგით. მან თქვა რომ ესენი დამნაშავეები არიან, მაგრამ თვითონ არის კეთილი. და ეცოდება ესენი და როცა შენ ამბობ რომ დამნაშავე არის, მე სხვას მუთხოვ რომ გაუშვას. ანუ მე ეგ ყველაფერი სისულელეა. ანუ შენ ან ამბობ დასაჭერია, ან არ არის დასაჭერი. სულ ეს არის და იდეაში მე მინდა დავინახო, მათ შორის თუ ვინც ფიქრობს ესე, რომ ესეთი კანონები სწორია, რომ რაღაცა სახში შევარდნა მოსულა, მინდა რომ აი ამ საქმეზე რაც ყველაზე კარგად ჩანს უსამართლობა. მათ შორის ჩანს თვითონ ისტორია ჩანს. ამ ისტორიაში თვითონ აი ძალიან თვალნათელია მართლა, ანუ როგორ შეიძლება ხა ამ ეს ვერ გაიგო. აქ თუ ამბობ რომ იცი რა, ანუ ეს არ უნდა დაიჭირონ, მაგრამ უნდა დააჯარიმონ რაღაცას რო იძახიან. ეს ჯობია დროზე გაიშიფროს, ვიცოდეთ, ვინ არის თავისუფლების მტერი ამ ქვეყანაში. და ზოგადად ვინც ანის დაჭერას ითხოვს, არის თავისუფლების მტერი, ჩემი აზრით, ამ ქვეყანაში და გვესმოდეს დავასტანდარტოთ თავისუფლების მტერი, რა ვიცი, მე თანახმოვარ ზოგადად რომ რაღაცა ხშირად სია ჩამოვწეროთ თავისუფლების მტრების, ან ვიცოდეთ, ანუ ვინ არის, უნდა ვიცოდეთ ერთხელ და სამუდამოდ. შენ როგორ იმაზე ხარ, აი მაგალითად ახლა ჩვენ ლაპარაკობთ შენ როგორ წარმოგიდგენია, აი რამდენად ფსიქოლოგიურად ახარ მზად, რომ აი ეს პროცესი გაიარო შენი მეგობრებისთვის? ანუ ჩემზე მოტივირებული ხო დღეს არავინ არ არის? ნუ აი ამ 16 კაცში ჩემზე მოტივირებული არავინ არ არის, იმიტომ რომ
სხვერპლა და სულთავს, მაგრამ ყველაზე დაზარალებული აქ მე ვარ და რაღაცა sorry. მორალურად ყველაზე მეტად ჩემზე გაიარა ამ ყველაფერმა. გუშინ ამბობდა ეკა ბესელია მაგაზე, რომ ბევრჯერ ცდილობდნენ რომ ჩემ გატეხვასო, მაგრამ მე ესეთი სახე მაქვს და ამას შევინარჩუნებოდა. ბესელიას თუ ეგ გამოდის, მე ორჯერ უკეთესად გამომივა. ანუ ამ საქმეს ხო აი ამ мотиваციით მივიყვან ბოლომდე აუცილებლად. ხო ეს ვეღარ მომისა, ერთის მხრივ ხო მიხარია, მეორე წეთი აღარ მომწევს, იმიტომ რომ ამდენ ადამიანში რომ შენ აღმოჩნდი, თან ხო შენ აღმოჩნდი ახალგაზრდა და გოგო და ნუ რა ვიცი. და გონია რომ თუ ვინმეს აქვს შანსი ასეთ სუფთა ადამიანებს, რომელსაც შეუძლებელია რამე უკან კონდეთ რა, ანუ აი ასეთ ადამიანებს აქვს სისტემასთან ბრძოლის ყველაზე კარგი შანსი. თეთახმები, სპეციალის ანია, იდეა მაქვს. მე შენადგილას აი კუბოს გავაკეთებინებდი აგერ კითხვის ბიჭებს და ვაწევდი ამ კანონს მივასვენებდი ამ ბედულად პარლამენტთან და სულ ყველა ჩავიდე და ველოკები დაუდგათ იმ კანონს რა რაღაცა პერფორმანსი თქვენ კრეატიულები თქვენ მიიღეთ მონაწილეობას ამოვა კაცო გითხარი საყვირი ვიყიდე მეთქე ამბედა საყვირი გვაქვს შეგვიძლია წავიდეთ და დაიხო და ყველას მიუმართოთ რომ ველოკები წაგოიგო პარლამენტის სიდაშოდება და ამარს ვინოა რა მიაკეთებდა ეგეთი რაკონული კანონი თან პარლამენტის ახლოს არის ქვია კაცო ესე კუბო კარტონის კუბო გაკეთეს და დავაწეროთ ეს კანონი პარლამენტმა მიიღო ამადა და ამ კანონი რა кай იქნება ამიჯერეთ გავერთობით ვენოკიც ვიშოვო და დაუდოთ ამ საბჭოთა პარლამენტს кай იქნება ვენოქს სასამართლოსაც დავუდები მაგათვისაც არ მემეტება აი სასამართლო კიდე მეთო რა დავაშავეთ რა შენ იაგო თუ გახსოვს და ვახო ზვიად გამსახურდია მაერჩია მაშინ 1000 წლით პარლამენტი ისენი მოსამართლეები ისე კარგად მახსოვს ისი 97 წელი იყო თუ 18 წელი მაშინ მოსამართლეებმა თხოვეს ეთერი რომ გამოვადა ნინო დაუჯდა მაგათად უსამართლოდ მოხსნა მიშა მისვა ადო ისენი რა ქვია ქვეტექსი რა იყო რომ ზვიადის ისენიო ზვიადისტები არიან და უნდა მოვიშოროთო სასამართლო აი ამდენი წელი გავიდა სპეციალ მეზობელია ჩემი გდანის მოსამართლე სასამართლოს თავმჯდომარე ციგნებს ეს იცი ბავშვებაზე ძალიან საინტერესო ადამიანია ციგნერი კაცი არის აი ამდენი წელი გავიდა და მაშინ რა უსამართლობაც სპეციალს ახლა თუ გახსოვს ახლა მიშა თავისი ხალხი შეიყვანა მაშინ სასამართლო რეფორმას რო აკეთებდა და დღესაც ის ხალხია ბატონო ის ხალხია ბიჭო და მე იცი რა ვიცი იაგო ერთი ხალი არის ძალიან ცნობილი მოსამართლე გვარცნობად სპანაში მიშა სურათი ეხლაც უკიდია იცი რა რე მაშინ მე მიშას უთხარიებში ეს დებილები რა ჩვენიანები არიან იდიოტობას ჩადიოდა მიშა და იმათ რომ კიდე უხანგრძლივებთ ეხლა ჩვენ არსებობას არ მესმის რა მართა არ მესმის სერიოზული რეფორმებია ჩასატარებელი და ჩემას ვიტყვი ჩემი გონია რომ ნებისმიერი ხელისუფლება რომელიც აი ეს ამ ციკლზე მიდის ხო საბოლოო ჯამში მე და ჩვენ ვამბობთ ხოლმე ყველა ამთავრებს ერთნაირად საბოლოო ჯამში ყველა გადადის ძალოვნების წინ წამოწევაზე რაღაცა რეპრესიულობას და ვერ ხდება რომ ეს არის სიმპტომი მისი დასასრულის რა კარგი ხარო ეს გაიქცევა ფუშა 3.5 მილიონი ხო გადაუხადა და აპოლეონმა ცოტა რეპრესიაზე ბოლოს ფუშებოდი რა და არა ვერცია ბიზნა ვიცის ხე სახელმწიფო რა არის ბიზნა არც იმედოვარმა პარლამენტის დირექტორმაც არის არავინ არის ის რა სახელმწიფო ავიცი უნდა იკითხონ რაღაცა გააკეთონ ეს დათგუნის მანქანას რო ჩაიგდე დღეს გერნა დათგურო ხალხი უნდა დაიჯ ადამიანი დასაცავი გახდეს აი ეს ბავშვი უნდა დავიცვა ჩვენ რადგან სახელმწიფო არ იცავს რო ჩავუარა ბესელიამდე აი ხო ეს რა ურთიერთობა როგორ შეიძლება რომ ჩავუარო ადამიანს რომელიც რავი დაღუპეს კინამო არ ესმით პარლამენტარებს არ ესმით რა არ ესმით კანონს იღებენ რომელიც ვნებს ადამიანს ხო დამთავრებულია იქ ამ პარლამენტის ისა რა აწყოს და მომავალი სამაინტერესო ზიაგო შენ როგორც ალბათ ამ იურისტმა და ამ რაღაც ისე მეტი შენზე ყოფილმა იურისტმა მოგონეს ჯობია ჩემს რატო გასო კაი იურისტი ხარ და რომ მოვაყოლო ეს ვიდეო რაც უყურა ეგ დანაშაულია აი რა
რამაინტერესებს? მე არ მიყურებია, მაინტერესებს. ამ პროცესის შედეგად დავაინტერესებს. დაუმძირებელი ბრას. მაინტერესებს რომ არის მოვაყოლო. ანუ ეს დანაშაული თქმა თუ არა. ანუ ზოგადად ეს არაფერი აქ არის თქმა დანაშაულად. ანუ მათ შორის კი ბატონ დავითი პარლამენტს კი აკრიტიკებს და გასაკრიტიკებელია ესეთი იდიოტების ერთობლიობა, რომლებიც ღებულობენ, რომელიც ავიცი რაღაცა კანონებს ღებულობენ ისე რომ აზრს არ ატანენ, რა შეიძლება მას მოყვეს. აი მაგალითად ჭიჭინაძე ხო შეიძლება თვითონაც ყოფილიყო დასაჭერი, თვითონ კაი იმუნიტეტისა და ძალი იყო დასაჭერი. ჭიჭინაძე დარწმუნებული რან ხმას მიცემდა, რამე შუაში იქნებოდა ამ კანონთან. დიდი ალბათობით, იმიტომ რომ ეგრე ხდება კანონების მიღება ამ ქვეყანაში. ხო, ახლა ნახეთ. ვინაიდან აქ არაფერი არ არის დანაშაული ჩვეულებრივ რეჟიმის, იმიტომ რომ თუ ადამიანს განზრახვა შეიძლება სასამართლო განზრახვა არ გამოიკულიოს. განზრახვა მაგ მაინტერესებს რა. არა, ინტერესი ხო არ არის კაცო, ცნობის მოყარება ხო არ არის დასჯადი. ანუ ზოგადად დანაშაულისთვის მნიშვნელოვანი არის მოტივი. ანუ ეს კომუნისტებმაც კი იცოდნენ. მინდა რომ ჩემს კი, ტროიკების დროსაც კი, ტროიკების მოვდივარ, მინდა რომ გავახცე. არა, ბაზარი არა. ანაც გარო მოვისმენ წავალ. ეგ არ არის მოტივი. მოტივი გარცელება არის ფაქტი, მაგრამ მოტივი კომუნისტებიც კი, სტროიკებიც კი მოტივს ვახო ნიშნულობას ანიჭებდნენ. ამბობდნენ რომ იქ რაღაცა ხალხს რო აწამებდნენ, რატო აწამებდნენ ხალხს? იმიტომ რომ ეთქვათ რომ ვისი აგენტები იყვნენ. მოტივი იყო ის რომ აგენტი იყავი, მაგიტო ჩაიდინე რაღაცა, მიხვდი და მოცემულ შემთხვევაში საერთოდ ხო მოტივი არ უკლებია მოსამართლეს რაც იქ იყო. კონკრეტულად მოტივი არ უკლებია. უბრალოდ ნორმების განმარტება დაიწყო მოტივის, ანუ უკან რადგას იმის გარეშე და ეგრე სისხლის სამართალში არ ხდება. მარტო ეს მუხლი კი არ არის ასეთი. ჩვენ თუ მოტივს ზოგადად ეგეთ რაღაცებს გამოვრიცხავთ და ზოგადად ეგეთ რაღაცებს გამორიცხავთ, რაც სპეციალური დათქმებია სისხლის სამართალში. ზოგადად მივიღებთ ყველა ქმედებისგან, იქ მივიღებთ დანაშაულს. მაგალითად, რა ვიცი, ეს ქაღალდი ან ჭიქა სიტყვაზე ასანთი, რომ ბატონო დავითმა აიღოს შენი ასანთი და წაიღოს კავკასიაში. ეს ხო ქურდობა. მაგრამ ამის გამო ხო არ უნდა დავიჭიროთ, მიხვდით? არა, გიცნობ. ხო, ანუ მოცემულ შემთხვევაში ანუ ნიშნები გააჩნია და შინაარსი არ გააჩნია. წარმოგიდგენთ ქურდობის პრეფერენციაში რა წერია? წერია ის, რომ სხვისი ნივთის ფარულად დაუფლება. ფარულად დაუფლება შეიძლება იყოს ეს კალამი გაყვეს ბატონ დავითს კავკასიაზე. და ამის გამო დაადგეს პოლიცია და დაიჭიროს, მიხვდით? და სასამართლომ თქვას, რომ ფორმალურად წაიკითხოს ნორმა. ან კანონში წერია, რომ ეს მიღება ფარული მიტაცება არის, თუ ბითვისება არის. ფარული იყო, შეთანხმებული ხონდა ვახოსთან, არა დამავიწყდა. რას ქვია დაგავიწყდა? დაგიჭირო წაიყვანო სადღაც. ეს ხო არ არის სწორი, მიხვდით და ეს ხო გააკეთა იმ სასამართლომ, რომელსაც საერთოდ მოტივი არ იკვლია, რატო ჩადიოდა ეს ადამიანი დანაშაულს. ანუ დანაშაულს ჩადის ადამიანი, ხო, რაღაცა მუბიც გამისკენ. ეს რო გამოეკვლინა სასამართლოს, ხო, აბსურდი, იქნებ იქნებოდა დასანახი. მე ხო ვამბობდი რომ ესენ გამოსაშვები იყო, იმ დღესაც ვამბობდი, რომ რაღაცა სასამართლო რო ხო, ჩემი აზრით ყველაფერს აბოლო ჯამში მაინც სასამართლოს ბრალია. ჯამში კი, მაგრამ საფარად კასტრირებული არის. აქ უბრალოდ დანარჩენი ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში სასამართლოს იმედად ვტოვებენ, ჩემი აზრით ისინი მორალურ პასუხისმგებლობას ვერასოდეს ვერ გაექცევიან. ანუ წარმოიდგინეთ რომ რასინდის იზღის თავად ბესტსელერო სასამართლოში წადიო, რასინდის თეორია თვითონ ამ საქმეზეა მოსული, ბიჭო. მე მაგის ადგილას ვეთხოვდი რომ მე გიშვა სასამართლოს გამოწავიდა უმრავლესობიდან სკანდალი მოწყობილი. სასამართლოს გამო გაუვრცელეს ის ჩანაწერი, რაც გაუვრცელეს. ან რა ვიცი, ვინ გაუვრცელეს. თვითონ იძახდა სასამართლოს გაუვრცელაო, კაცო, ხალხი ყოს და იმ სასამართლოში უშვებს თავის ვიდეოზე. პარამეტრებს ვისურვებს. ლომის ხახაში ცირავდა ბავშვი. უაზრობა, როგორ შეიძლება მართლა. ჩემი აზრით, აი მანდ დაამთავრა პოლიტიკური კარიერა ეკა ბესელემ, რაც სცადა რომ აეწყო. ანუ მართლა ხო სცადა აეწყო, მაგრამ აღმოვაჩინეთ, რომ ფარისევლობის უმაღლესი ლეველი იყო რაც. იაგო, ვინც იმ კანონზე მუშაობდა, ყველა არის. კანონის ერთია კანონზე მუშაობა, როცა შენ არ გაქვს უბედურების მასშტაბი წარმოდგენილი. მაგრამ მეორეა, როცა მოხდა ფაქტი მოხდა, შენ უკვე თვალებში უყურებ ადამიანს, რომლის ისტორიაც იცი, რაც მოხდა შენს კონკრეტულ საქმეს და ამის მიუხედავად, რომ არ აღიარებ იმას, რომ ეს უდანაშაულოა. და მე ხო იმას არ ვიძახი, რომ სიტყვაზე ვიღაცის ქმედება ჩვენ ტაში უნდა დავუკრათ. ეს ხო არ იყო. და რა ვიცი, ან ხომ უბოდიშა კიდეც მორალურ ნაწილში, მაგრამ სამართლებრივ ნაწილში ამ სასამართლოსთვის რო ტოვებ და თან თავისუფლებას რო უსურვებ. ისე მომენტ რა მოუბედიში, რატო იყო რაზე პიროვნულად იყო ბოდიში მოსახდელი იმაზე, რომ რაღაცა მაგის კადრებზე ხვიცინებ და სამ კაცს გაუგზავნე, კი არასწორია, მაგრამ არასწორია ეკა ბესელიასთან და კანონთან და სახელმწიფოსთან. ანუ პორნო არსებობს, ალბათ რა ვიცი, მილიონობით ტერაბაიტი სამყაროში. ანუ ერთ-ერთი არეკას
პატარა მონაკვეთი რა. ხო, მაგრამ რამე შენ პორნოს აყურება ზოგადად ადამიანის უფლება მგონია. თუ პორნოს უყურება ადამიანის უფლება, რა მნიშვნელობა ვისაც უყურებ? და თან პორნოს უყურება ადამიანის თუ შენ სწორი ხარ, მაშინ მე როცა პორნოს უყურებ, მე იმ პორნოს აიმეებს ვიღაცას ბოდიშეგულო წერო და ესე უნდა არა გასაგებია, მაგრამ ეკას ვიდეო. ამ ლოგიკით ესე უნდა გავაკეთო. ან მინიმუმ უნდა იკლნიო რამდენად კანონიერად მოხდა პორნოს საკაც. კი. კვებეკში ამზადები თურმე ყველაზე ბევრ პორნოები ცნობილი ფაქტია და არა გითხრა საყვარისია კვებეკის რომელიმე ესე თქვა და ესე თქვა ძიმე პროფესიის ქალბატონას საჩენის აზრას ებაში რა ქვია საქართველოში ყველას დაიჭერენ არა იდიოტური კანონი აი არის არა ვიცი ერმა უნდა იფიქროს ვიცეთ ყველაფერს რაც შეიძლება ვენოზე იფიქრეთ ვენოზეც ვიფიქრეთ პარლამენტარების დაკითხვაზეც ვიფიქრეთ სახში პარლამენტის ჩვენი ამოცანა მდგომარეობს იმაში რომ იმ იდეის ან ბოროტ იდეის მხარდამჭერი რომელიც თulis ამის გამო ადამიანი ციხეში დაიძდეს უნდა გავხადოთ სასაცილო ყველა ადამიანი რომელიც ამ თუსაც ითხოვს ანის დაჭერას მაგრამ ამას პოზირებს სხვადასხვანაირი სიტყვებით არა იცი რა ჯარიმა რაღაცა რო ლაპარაკ უნდა იყოს სამარცხვიდან ეს პოზიცია ამას უნდა მივახციოთ ჩვენ თუ საზოგადოებაში ეს გავაგებინეთ მაშინ ჩემი აზრით პროცესი შეიძლება გაჩერდეს ანუ პროცესი რომელიც ჩვენ პოლიტკორექტულობის მოტივით გვაქვს დაწყებული და სიტყვაზე რა ვიცი აი მათ შორის ეს ხო იმის ნაწილია აი მიშტერება ხო ამის ეს სიმფონიაა ხო? ანუ ხო შეიძლებოდა სიტყვაზე არის ეს ახალი მივიღეთ ეხლა რაღაც. ახლა რაც არის ანუ ზოგადად ეს მიდგომა რომ რაღაცა პირად ცხოვრებას იცე ვიცავთ რომ ვიღაც კაცები ქალებს არ მიაშტერდნენ. კაცები და ქალები ერთმანეთს აშტერდებიან, საქმე ამაში მდგომარეობს. და ფაქტობრივად იმ კანონით რომელიც ქალები ლობირებდნენ, ფემინისტები და ვიღაც გიჟები. ფაქტობრივად ქალის მიერ გაპრანჭვა შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. მიხვდით? მე რო ვიყო ახლა მოსამართლე ეს რუსეთის მაგალითად ამ იმისი რა ქვია ინიციატორს ამ კანონის ინიციატორს გაპრანჭვის გამო დავიჭერა თუ ეპრანჭება ვიღაცას სიტყვაზე რაღაცა იმას და რაღაცა გამოხატავს აქტიურად ამ პოზიციას ეს შეიძლება იყოს ანუ ამ კანონის მიზნებისთვის ან მიშტერება ან ვიღაცის შევიწროება სექსუალური ან რაღაცა იყოს და დასაჭერი გახდეს მათ შორის ქალები მიხვდით და ეს პროცესი უნდა გავაჩეროთ ეს არის თავარი ბოროტება მუღამე რა არის ახლა რასაც შეყვები იცი მე რო ყვებოდი ხოლმე შრომის კოდექსი ხოდა ისეთი რომ რო აღგვესრულებინა ყველანი მოუკვდებოდით და შესაბამისად იმიტომ არ აღგვასრულებდით რომ არ მოუკვდარიყავით თორე ხო კანონი ეგეთი ქონდა აქაც ეგეთი თუ აღვასრულებთ ყველა უნდა დავიჭიროთ იმიტომ რომ რაღაც მომენტში ყველანი ერთმანეთს ვაშტერდებით ხან ტრაგზე ხან იმაზე ხან ამაზე და ანუ უბრალოდ ვერ აღვასრულებთ ამ კანონს ანუ აღსრულების პრობლემა გვაქვს და თუ მოუნდებათ ნებისმიერთან აღასრულებთ და იქ რომ უბრალოდ შერჩევით ხო აქედან გამომდინარე მე მგონი ეგ კანონიც ამ იმისია ხო არ მოვაგროვოთ კიდე მსგავსი ტიპის კანონები რომ ნუ რაღაცნაირად ეფექტური იყოს რა ანუ ეფექტური იყოს ვაჩვენოთ იდეა რომ ეს ამ კონკრეტულად მარტო ამ ლინკის ჩადებას ის კანონში კი არ წერია მსგავსი სისულელე არამედ ეს თემატურად ერთი და იგივე რამეა და ანუ ბავშვი არ ვიცი საკონსტიტუციაშიც ეს რამეში გამოდგება თუ არა მაგრამ მსგავსი ნორმები ალბათ სხვაგანაც გვექნება ჩემი აზრით შემოტრიალება ამ ეგრეთ წოდებული ესეთი ლიბერალური მიდგომის ესე ლიბერალური ეგ არის ქალების დაცვის ამბავი ხო სამდროშ აი რაც ვითომ პირადი ცხოვრების დაცვის მოტივით რო ვიღებთ აი ამ აქტებს ხო ანუ პოლიტიკურ ანუ სიტყვები რო არ შეიძლება შეურაცხყოფილი რომ იმეს ეწყინება ანუ იმას განიცდის ახლა ისიც ხო აქვს იმის მიღება რომ უნდა წარმოგიდგეთ ამ რეალობაში რომ უნდა იმის მიღება გამოხატვის თავისუფლება რომ უნდა შეზღუდონ ცილის წამება რომ უნდა იყოს თუ რაღაცა დაჟად ეგეთ რაღაცას რომ იმაშვებიან ანუ იმას კი ვერ ხვდები მათ შორის ის ამას ყავს ხარდამჭერები არა მხოლოდ ხელისუფლება და ვიღაც იდიოტები ასევე არსებობენ საზოგადოებაში რომელიც ამ იდიოტობას მხარს უჭერენ და იმას კი ვერ ხვდებიან რომ ყველაფერი შეიძლება რო თქვა რომ აი მაგალითად დამნაშავეა მინისტრი რაღაცას ტენდერში რო წავაგე ძალით წამაგებინეს ტენდერში ძალით წამაგებინეს ნიშნავს რომ დანაშაული ჩაიდინა ვიღაცამ და ამის თქმის გამო ძალით ხო წაგაგებიეს ტენდერი მე რო ციხეში წაგიყვანენ აი ამ აბსურდს ვერ ხვდება ეს ხალხი ანუ თავისუფლების იდეაში როგორ შეიძლება დირკებს ვერ ხვდებიან რომ იდეაში მასეთი რაღაცებით სისტემას უშვებ იქ სადაც სისტემის ადამიანის პირად დაცულ ბირთვში რომ მე რაც ლაპარაკობ ჩემი უფლება ახლა თუ მე ლაპარაკის უფლება არ მაქვს მე არც ღირსება არ გამაჩნია ახლა ადამიანს რომელსაც ლაპარაკის უფლება არ აქვს რა ღირსებაზე მე ლაპარაკება ხო გესმის
მეც შემოგირდებით და ერთი რაღაცა, იცი, ეს პრინციპში ალბათ ჩვენი საზოგადოების გვალია და მე ყველას გირჩევთ ხალხო, ვინც უყურებთ ამ გადაცემას, დავაკვირდეთ რა პარლამენტს ეს არის შეიძლება ესე ჯოჯოხეთური კანონები კიდე მიიღონ რა ვიცი და აი ალბათ იცი აი სტუდენტობას განსაკუთრებით მოუწოდებ რომ აი ნებისმიერი კანონის განხილვაზე თქვენ კონსტიტუციური უფლება გაქვთ რომ შეხვიდეთ პარლამენტში და აი კომიტეტების ხდომების დროს დაესროთ იქ და მოაჩლიკეთ ყველა კანონი თორე შეიძლება მართლა მათმა დაგუბრუნდეთ ჩვენ მე ესე ვფიქრობ რომ ეგება ეს აი მაგალითი იყოს იმისა რომ თუ ჩვენ არ ვიქენით მობილიზებულები ღმერთ მაიცის ეს პარლამენტი რა იდიოტობებს და გამოაცხობს კიდევ. მოგიწოდებთ მართლა რა დაუკვირდით ყველა ნაბის ამ პარლამენტისა და პოლიტიკურად გააქტიურდით ყველანი. გიჩვენთ. დიდი მადლობა არჩევებისთვის და იმედია რომ გავითვალისწინებთ ყველას. რა უნდა გავაკეთოთ? დროებით. მადლობა. მადლობა სერო მოგესალმებით საშუალება ანი აროშიძეს შემესწავლედარობა დაუფიქსირო. მადლობა. მადლობა თქვენ.